ჩვენ ბაბუაწვერას ხშირად სარეველად მივიჩნევთ. საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებისთვის გვირგვინებს აკეთებენ ან სხვა გართობისთვის იყენებენ. შესაძლოა, გაოცებული დარჩეთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მას ყვითელ ჟენშენს უწოდებენ, რადგან მას ნამდვილ სასიცოცხლო ფესვებზე არანაკლები სასარგებლო თვისებები აქვს. ბაბუაწვერას მთელ პლანტაციებს აშენებენ, შემდეგ კი მას სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკური მიზნით იყენებენ. სალათები, სასარგებლო ჯემი, სამკურნალო ღვინო, კონსერვი, ეს სრული სია არ არის, ამ უბრალო ბაბუაწვერისგან რისი გაკეთებაც შეიძლება. ჯანმრთელობის რედაქცია გიამბობთ. რით არის სასარგებლო ეს მცენარე ჯანმრთელობისთვის და მისგან რა შეიძლება გავაკეთოთ? ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებები. კურნავს სახსრებს და ჭრილობებს აშუშებს. სასარგებლოა მონელებისთვის, მადა ნორმაში მოჰყავს და მეტაბოლიზმს აუმჯობესებს. თუ ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, ნერვული ოერექცია გაქვთ, ბაბუაწვერა დაგეხმარებათ. სხეულიდან შხამი და ტოქსინები გამოჰყავს. მედიკამენტების უაზრო გამოყენების შედეგებს შლის. ბაბუაწვერას ნაღუნდენი, ანტიხელმინტური და მსუბუქი ლაქატიური თვისებები გააჩნია. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სპილენძი, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, მანგანუმი და C ვიტამინი, ასევე B ჯგუფის ვიტამინები, აქ დიდი რაოდენობით გვხვდება. ბაბუაწვერა კანის ზედაპირს ასწორებს და სახის ფერს აუმჯობესებს, ნაოჭებს აქრობს. ყვავილების და ფოთლების შეკრების საუკეთესო დროა გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. ფესვებს აგვისტოში, სექტემბერში ან ადრეულ გაზაფხულზე, ყველაზე ბოლოს აპრილი, მაისის დასაწყისში იძენენ. ეს დრო არ გამოგრჩეთ. ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებები. ანემიის მკურნალობა, 3 სუფრის კოვზი ბაბუაწვერას ყვავილები და 3 სუფრის კოვზი პულმონარიას ბალახები აურიეთ. 2 სუფრის კოვზი ჩინჭარი და 1 სუფრის კოვზი აბზინდა დაუმატეთ. 1 ლიტრ მდუღარე წყალი დაასხით. დალიეთ დღეში 6-ჯერ 50-50 მილილიტრი. შეკრულობის და მუცლის შებერილობის დროს. 1 ჩაის კოვს ბაბუაწვერას ყვავილებს 1 ჭიქა წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. გააჩერეთ 9 საათით. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ, 1 სუფრის კოვზი. ჰორმონალური დისბალანსის დროს. 3 ლიტრიანი კილა ბაბუაწვერას ყვავილებით აავსეთ, დაუმატეთ 1 კილოგრამი შაქარი, აურიეთ. გააჩერეთ 3 კვირა, შემდეგ გადაწურეთ. 1-2 სუფრის კოვზი მიღებული ელექსირი ჩაიში, შაქრის ნაცვლად დაამატეთ. კანის დაავადებების დროს. 1 სუფრის კოვს დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს მდუღარე წყალი დაასხით, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთით, გააცივეთ და გადაწურეთ. დალიეთ თბილი სახით დღეში 3-ჯერ, ჯამამდე 15 წუთით ადრე. თმის ნიღაბი. 200 მილილიტრი მდუღარე წყალი 1 სუფრის კოვს ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ახალ ფოთლებს დაასხით. ხსნარი თმის ძირებში შეიზილეთ და მთელ სიგრძეზე წაისვით. თავზე პირსახოცი დაიფარეთ და 30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი დაიბანეთ. ასეთი ნიღაბი თმას კარგად აძლიერებს. ბაბუაწვერას მურაბა. ბაბუაწვერას 500 გაუშლელი ყვავილები შეაგროვეთ. კარგად გარეცხეთ და 1 დღით ცივ წყალში ჩალბობილი დატოვეთ. უმჯობესია, თუ წყალს რამდენჯერმე გამოცვლით, ასე სიმწარე გამოუვა. დროის გასვლის შემდეგ წყალი გადაასხით, დაუმატეთ 1 ლიტრი ცივი წყალი და 10 წუთით ადუღეთ. გადაწურეთ, ყვავილები კარგად გაწურეთ. დაუმატეთ 1 კილოგრამი შაქარი, 2 ლიმონის წვენი. დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით ადუღეთ. გააგრილეთ და ქილებში ჩაასხით. მოქმედებს როგორც სიცხის დამწევის საშუალება. იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ ნამცხრებში ან ბლინებისთვის გამოიყენოთ. გემოთი თაფლს მოგაგონებთ. არც კი მჯერა, რომ ყოველდღე ამ სამკურნალო მცენარეს გვერდს ვუვლით. გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ ბაბუაწვერას სასარგებლო თვისებების შესახებ სტატია თქვენს მეგობრებს გაუზიაროთ და გამოიწეროთ გვერდი.